შვეიცარიული ბანკი იულიუს ბაიერი გვევლინება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ უკანონო და უსაფუძვლო დავალებების შესრულების მექანიზმას. ეს ვლინდება როგორც უშუალოდ ივანიშვილის მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებებში, ისე ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე საგამოძიებო ორგანოსთვის გამოთხოვილი ინფორმაციის ფაქტობრივად დამალვაში. ამის შესახებ ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის თემო ციკვაძის განცხადებაში. ადვოკატის განცხადებით, იულიუს ბაიერი თვების განმავლობაში უსაფუძვლოდ ზღუდავდა ინფორმაციას ანგარიშების შესახებ ბიძინა ივანიშვილსა და მისი ოჯახის რამდენიმე წევრს ყოველგვარი საფუძვლის გარეშე უჭიანურებდა თანხის გადარიცხვასთან დაკავშირებით გაცემული დავალების შესრულებას და დაემუქრა პირადი საბანკო ანგარიშის დახურვით. ასევე განცხადებაში წერია, ბანკი არასრულებს მის სახელშეკრულებო ვალდებულებას ჰეჯ ფონდების მიერ ვალდებულების დროულად შესრულების უზრუნველსაყოფასთან დაკავშირებით. ბოლოს კი ეგრეთ წოდებული ამერიკული სანქციების არასწორად განმარტების გზის ფაქტობრივად აღნიშნულ სანქციებს დაუქვემდებარა ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრების საბანკო ანგარიშები. ხაზგასასმელია, რომ ბანკი ასევე ფიგურირებს ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში, კერძოდ 2023 წლის 3 ივლისს და 21 ივლისს შვეიცარიის კონფედერაციის იუსტიციის ფედერალურ სამსახურში გაიგზავნა 2 შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის თაობაზე. გამოთხოვილი იქნა სრული ინფორმაცია დოკუმენტაცია იმ ანგარიშების შესახებ, რაც იულიუს ბაიერში გააჩნდათ გიორგი ბაჩიაშვილსა და ერთ-ერთ იურიდიულ პირს, რომელიც ასევე ფიგურირებს სისხლის სამართლის საქმეში. სამწუხაროდ, ყოველგვარი განმარტების გარეშე საგამოძიებო ორგანოს დღემდე არ მიუღია რაიმე პასუხი გამოთხოვილ ინფორმაციასთან, დოკუმენტაციასთან დაკავშირებით და შესაბამისად ამგვარი ინფორმაცია დოკუმენტაცია არ მოიპოვება სისხლის სამართლის საქმეში, ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის განცხადებაში. სწორედ 29 აპრილის შემდეგ, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა ამხილა გლობალური ომის პარტია, ამ ბანკმა დაიწყო ხელოვნური პრობლემების შექმნა ბიძინა ივანიშვილისთვის. განცხადებას 29 აპრილის განცხადებას ჯერ მოყვა ამერიკელი მაღალჩინოსნის ობრაენის პროტესტი და შემდეგ უკვე ჯულიუს ბაიერმა ბანკმა, რომელიც მანამდე აბსოლუტურად ლოგიკურად, ადეკვატურად მოქმედებდა ივანიშვილის მიმართ, დაიწყო ხელოვნური პრობლემების შექმნა. ივანიშვილის ხელის დაფარება, მის შესახებ ინფორმაციის არ გამჟღავნება მისი ვალდებულებაც, ანუ ინფორმაციის გაცემის ვალდებულებაც გააჩნია ბანკს, პირდაპირ მიუთითებს იმ გარემოებას, რომ სწორედ ეს გლობალური ომის პარტია, გლობალური ნეგატიური ძალები მოქმედებენ კოორდინირებულად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.